რუსები უფრო მეტნიერია ვიდრე აფხაზები. ანუ ეს მცირე ეთნოსი ისევ უმცირესობაში. ისევ ხელმეორედ ომის გაჩაღება მას გაუჭირდება. ისე რომ საფრთხე რომელზეც ლაპარაკობდა ქართული მხრიდან და რუსული მხრიდან ამოუწევდა და რუსული საფრთხე ქვეყნის ასიმილაცია, ხალხის ასიმილაციის რაციონალური მცირეა ვიდრე ქართული. ამ მთელი ამ განმავლობაში საქართველოს მხრიდან ძალისხმევა იმისა, რომ ქართველებად ჩაწერიებდნენ აფხაზები არ ყოფილა. ისინი აფხაზებად რჩებიან. პირიქით მეგრელები ეწერებოდნენ აფხაზებად, რადგან უფრო საყარელი იყო ავტონომიაში აფხაზად ყოფნა. ასე რომ დღეს უკვე საპროტესტო ტალღა უნდა წამოვიდეს აფხაზების მხრიდან, რომ ისინი ნადგურდებიან ამ რუსული ეთნოსის შემოსვლით, დემოგრაფიული პრობლემა ექნებათ და ასევე სამხედრო-საჭირო ცხოვრების ოსების მხრიდან. მათაც დემოგრაფიული პრობლემა შეექმნებათ რუსების გადადგმა. ისე რომ ეს მხოლოდ დროებითი ფრაგმენტია. წინ კიდე ისტორიას არ აქვს ერთ-ერთი მოგეხსენებათ მრავალწერტილია. წინ კიდე დადგება ის დრო, როდესაც ამ რეგიონებში ცხოვრები ოსების და აფხაზებიც დაიწყებენ ფიქრის გადარჩენას. და აი მეტი საერთო ექნებათ აფხაზებს, ოსებს და ქართველებს ექნებათ. კიდევ ერთი კითხვა პროფესორი, აი ზუსტად ამ მომენტში მოხდა რომ ზერაც ვიქნები, ანუ რატო წამოყაი, ანუ ესე უცხეს რატო დაიწყო ეს მოსახლეობა საერთოდ არ ეუბნება როგორც მოსახლეობა ბუნებრივია, მაგრამ დაბრუნდები ხო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსეთს ჭირდებოდა კონფლიქტი. სწორედ იმისთვის, რომ დასავლეთისთვის ენახებინა, რომ ამ რეგიონში დაენახებინა, რომ ამ რეგიონში ის არის ბატონ პატრონის სიტუაციის.